და მინდა ერთ თემას შევეხო, რომელზეც ჩემი რამოდენიმე გამომწერი კომენტარში წერს ხოლმე და კითხულობენ ჩვენ იმდენ სოფელში დავდივართ თუ ვინმე სადმე რამე ნაკვეთს ან ასეთ პატარა სახს ყიდის. ოდნავ ზევით არის თავშესაფარი, ნაჩვენებია რუკას და ეხა გვინდა ავიდეთ ამ გზაზე, ნახოთ თავშესაფარი სოფელ. ნამქერია და მაღალი თოვლია შედარებით. კათედრა გამოვწვდით სოფელს დაახლოებით 500 მეტრში არის თავშესაფარი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაათენოს რამოდენიმე ღამე. აი შიგნით საწულებია, ფეჩია. რამდენად ყიდი? დაახლოებით 3-4 კილომეტრის მოშორებით საკმაოდ დიდი შენობა არის შუა ტყეში, რომელსაც სახელი არ აქვს. ძალიან გვაინტერესებს რა არის. ვისაც მოგწონთ, მეგობრებო, არხი გამოიწერეთ, ლაიქები დასვით, ნუ გენანებათ, ნუ გერიდებათ და კომენტარიც მომწერეთ. ვისაც არ მოგწონთ და ყველა კარგად ვიტავთ. შარშან ვიყავით ჩვენ ქვემო ჭინჭრიანი და არხუტი გადავიღეთ და მოშორებით ოდნავ ზევით მთაზე დაახლოებით 3 კილომეტრია ამ სოფლამდე ამოვედით და გვაინტერესებს ახლა რა მდგომარეობა. გზაზე ეწყობოდა რომ არავინ არ არის ამ სოფელში ამოსული წელს ისეთი თოვლი იდო და ახლა ამოვედით სოფელში და დავათვალიერებთ. ჯერჯერობით არავინ შეგვხვედრია, ერთი ხე შეხვდა გზაზე და ამ ხეს გადავწევთ, გადმოვწევთ და გავაგრძელებთ მერე გზას. ეხლა მივდივართ სოფელ ჭინჭრიანში. ასეთი დათოვლილი მონაკვეთი არის გზის. შარშან გადაღებული გვაქვს ჭინჭრიანი და არხოტი. აქედან არის უკვე არხოტიდან ასახვევი ზედა მხარეს. მიდის სოფელ ზემო ჭინჭრიანში და გვინდა რომ ავიდეთ. ეხლა და ვნახოთ ეს სოფელი. აი მოვაღწიეთ სოფელ ზემო ჭინჭრიანამდე. ეხლა შევდივართ. დენი ამოდის სოფლამდე, მაგრამ აი სოფელში თუ დაგხვდება ვინმე ეხლა. ეგ არის საინტერესო. არა, ფაქტია რომ აგერ ნაკვალებია ადამიანი, სტილით გამოვიდა. თოვლში გაისერნა, გამოისერნა და გზამ თავრდება. აქ ხე არის წაქცეული. არა, არ თავრდება. ხე რო არის გზაზე. მოტეხის მარა. გადავწევთ? კი, კაცო. თუ ვერ გადავწევთ, გადავხერხოთ და გადავიაროთ. ოდნავ ზევით ახლა ამ ადგილიდან აქ ხე იყო წაქცეული და ეს ხე გავანთავისუფლეთ გზიდან. ოდნავ ზევით არის თავშესაფარი, ნაჩვენებია რუკას და ეხა გვინდა ავიდეთ ამ გზაზე. ნახოთ თავშესაფარი სოფელ ზემო ჭინჭრიანში. ხო და მე სოფელში გავისეირნებ და ვნახავ თუ არის ვინმე. აბა დროებით დაგემშვიდობებით. მე მგონი გამოჩნდა ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელი ადამიანი დავინახე ზევით. ადამიანი დავინახე ზევით, აბა ერთი წავიდე. გამარჯობა. აი ეს გზა სად მიდის? ჩვენ რუკაზე ვნახეთ, მანდ არის რაღაც თავშესაფარი არისო და მიდის ხო გზა? გაუმარჯოს. თქვენ აქ ცხოვრობთ? მარტო თქვენ ხართ ამ სოფელში? აი იქ რა ხდება, სად მიდის ეს? ეხა აი აქ აკომახლო ეს. კოტეჯი რო არის რაღაცა. რა არის კიდე კოტეჯის გარდა? არაფერი ჩახოთ ყველაფერი არის, აბა რა გინდათ, აბა რა გაინტერესებს? სულ აქ ხართ თქვენ? თუ მიდიხართ მოდიხართ? არა, ამიზია რაღაცა სოფლის მეჩვენე. ან საწავიდე. ეს სოფელი რომელი წლიდან არის? ას ძალიან ბევრი აი ახლა სახლებს რო უყურებ. ძალიან ბევრი სახლია მიტოვებული და. ზოგი იქით გადასახდა. მე რამდენი ხანია რაც აქ? არა, შეიძლება დათო кайხანი არის ცოტა ხანი. ეს ქართული სოფელი იყო არა? მოსები ცხოვრობდა, კალსაზე ცხოვრობდა, იქ ავალიშვილი იყო, იქ რა ციბირაშვილი იყო. ზაშვილის სახლი იყო, გავუერთო. ესეც ოსების სოფელი იყო? აი როგორც ის გამოვიარეთ. შერეული ის იყო. ხო, არხოტიც გამოვიარეთ, არხოტიც ოსური სოფელი იყო და. ვიდან ახეთ, ვის დაელაპარაკეთ? ქალბატონი იყო, მასწავლებელი, შარშან ვიყავით ჩვენ არხოტში. ავალიშვილი იყო, იქ ზევით ხერგიან თუ სვანი ყრაგა, საიდან მოხდა.
ეს ციბირაშვილის სახლი იყო, ქოზაშვილის სახლი იყო, ესეც და ავალიშვილი ქოზაშვილი ხო ხო იქიდან ის არის ციკლავი ცხოვრობს ახლა იქ და ვერ ხვდები არა ვერ და ის თავშესაფარი რო არის იქ ღია არის კოტეჯი გასაგები მაგლიშვილა მაგლიშვილა იგი გასაგები უნდა გეთქვა სატყურში მისულიყავით სატყურში უნდა გეთქვა მაგლისთანაც არის ზევით იქ კიდე ერთი თავშესაფარი ის დამტრული არის ეს კარგად არის შენახული ფერში ყველაფერია გასაგები შეხდება ის ფერში ის არ მან ახალგაზრდა გოგო ვარ ზამო კობაიძისთან მიხო სალმისთან მისულიყავით ჩაიარდა გადასახდელია რამე 10 ლარი ერთი კაც არა ერთი ხო და შეიძლება ჩახვდა მიხოთ სატყუს მუშაობენ როგორ მუშაობენ შანშან ვიყავით აქ კი ჩვენ სულ სოფლებში დავდეთ ეს ადგილები შემოვლილი გვაქვს იქით ნამტრიანში დიდ ნამტრიანშიც ვიყავით აქეთ უგუდეთამდე რო სოფელია ნაპილნარშიც ვიყავით აზერბაიჯანული სოფელია ხო და აქ არ ვიყავით რა და წელს ახლა აქ ამოვიდით ამით ვიყავით ხო აქ არა აქ არ ვიყავით პირველად თავად თუ მე ესე გაგიჭირდეს ამოსვლა ესე გამოყოთ ესე გამოყოთ ესე და ესე ამოხოთ საშიში ხარა რამე გადმოვარნა სამი არა ნამქერია და მაღალი თოვლია შედარებით კათეთრა საბურავად ჩადი ო აი რო გასწორდები გაჩერდი რო გასწორდები დაბლა და მე მგონი მარცხენა აი გამოჩნდა კოტეჯი ჩადი დაბლა ცოტა სწორზე აი ეს არის თავშესაფარი რამე რო იყოს ჩახვალ იქ და გაჩერდები მაგრამ აქედან არის ჩასასვლელი ჩავედით ნახოთ თუ არ დავჭით აქ ხო წადი ხო მაშინდან შენ ჩამოდი მიდი ხო ჩადი ეხლა ჩვენ ამოვედით სოფელ ზემო ჭინჭრიანში გამოვწვდით სოფელს დაახლოებით 500 მეტრში არის თავშესაფარი სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაათენოს რამოდენიმე ღამე ამ ლამაზ ბუნებაში სუფთა ჰაერზე ოღონდ წინასწარ დმანიში ქალბატონსა აქ ამ თავშესაფრის გასაღები უნდა გამოვართვათ და მე მგონი ერთი ღამე 10 ლარია შიგნით რამოდენიმე საწოლია ფეჩია ზამთარში დასანთებად და ამ თავშესაფარიდან დაახლოებით 100 მეტრაში არის კიდევ ერთი საპიკნიკე ლამაზი ადგილი. მოკლედ ძალიან კარგი ადგილია, ძალიან მაგარ ბუნებაში და მოდით ხე ერთად დავათვალიეროთ ეს თავშესაფარი სოფელი ზემო ჭინჭრიანიდან სულ ახლო-მახლოში. ეს გზა ჩამოდის სოფლიდან, თამთა გადმოდის. ჩამოვედით, ეხლა თოვლში, როცა თოვლია ცოტა ის არის ძნელი ჩამოსასვლელი, იმიტომ რომ აღმართებია, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს ორხიდიანი მანქანით აქამდე ჩამოსვლა. ეს ადგილი ძალიან კარგი ადგილია ზამთარშიც და ზამთარშიც დასასვენებლად. ასეთ თავშესაფარი ქვია ამას. საპირფარეშუც არის კულტურულად. აი შიგნით საწულებია, ფეჩია. და აი იქით რამოდენიმე მეტრში არის კიდე ფაცხა, იქაც მინდა რომ მივიდეთ. გინდა ზაფხულში, გინდა ზამთარში ჩამოხვალ. ზამთარში არ შეგცივდება, ფეჩია შიგნით ჩვენიერი, მაგარი ბუნებაა და შეგიძლია გასაღებიც გამოვართვე მე გამგეობაში და ხო რა, ამოხვალ დაისვენებ რა, რამოდენიმე დღე. განიტვირთები. просто ახლა ქარი უბერავს ცოტა.
მაგრამ აი ამინდი დაემთხვა დღეს. წავალ ერთი ჩავალ ეხლა მე ფაცხას ვნახავ. კარგადაა გაკეთებული. ესეც ყოხდათ ლამაზად გაკეთებული ფაცხა. კულტურულად დაჯდები ის ადგილები. სისუფთავია. ეხლა აქ ხშირი სტუმრობა ალბათ არ არის და იმიტომ შედარებით სუფთა ადგილია. აჰა. და ნახეთ რა მაგარ ბუნებაშია. გინდა აქედან მთებია, ტყეები და გინდა აქედან. აქედან ცოტა აღმართები არის, სოფლამდე მისასვლელი გზა და სოფელში ერთი ადამიანი დაგვხვდა და გითხრა რომ თუ ვერ ამოხვედითო თქვენო თავშესაფარიდანო სოფლამდეო სოფელში ვარ და დაგეხმარებითო სამხიდიანი მანქანა ყავს და მოგიყვანთო, მაგრამ მე მგონი პრობლემა არ უნდა იყოს. მაგ გზასაც გაჩვენებთ როგორი გზა არის აქამდე ჩამოსასვლელი. ეს ზამთარში, თოვლში დამოყინულ ამინჩი არის ცოტა რთული ასასვლელი, თორე ზაფხულში მშრალ ამინჩი ჩვეულებრივად ჩამოვა აქ ორხიდიანი მანქანა. არა, წადით თქვენ და ნელ-ნელა გამოყვებით. ვისაც მოგწონთ მეგობრებო, არხი გამოიწერეთ, ლაიქები დასვით, ნუ გენანებათ, ნუ გერიდებათ და კომენტარიც მომწერეთ. ვისაც არ მოგწონთ და ყველა კარგად ვიტავთ. ნამდვილად, ეხა მეგობრებო, ვიმყოფებით სოფელ ზემო ჭინჭრიანში და მინდა ერთ თემას შევეხო, რომელზეც ჩემი რამოდენიმე გამომწერი კომენტარში მწერს ხოლმე და კითხულობენ ჩვენ იმდენ სოფელში დავდივართ თუ ვინმე სადმე რამე ნაკვეთს ან ასეთ პატარა სახს ყიდის ეს ადამიანი ყიდის თავის სახს ოღონდ ხაზგასმით გაუსვა ამ ფაქტს რომ ჩემ ნაკვეთს და ჩემ სახს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მე ვარ გავყიდიო რესპექტი ჩვენგან გავყიდი მარტო ქართველზე და ადგილობრივზეო თუ დაგაინტერესდებათ ეს ამბავი და სურვილი გექნებათ შეიძინოთ თან ნაკვეთი ან სახლი, ну მართალია გასაკეთებელია, მაგრამ ძალიან მაგარი ადგილია. კომენტარში მოწერეთ და დეტალურად ინფორმაციას მოგაწვდით. ჩემი სუბიექტური აზრი მეგობრებო, ყველა მაღალმთიან რეგიონში არსებული ასეთი სოფელი, რომელიც ახლა ეს სოფელი არის მიტოვებულია, ხო, მაგრამ არაჩვეულებრივ ძალიან მაგარი ადგილზეა. აი ესეც რამხელა სახლია, მაგრამ აქ უკვე არავინ აღარ ცხოვრობს. აი ეს ადამიანი რომელიც შეხვდა. ჩავედით, ვნახეთ, ძალიან მშვენიერი ადგილია, მოგვეწონა და ამოვედით მშვენივრად. დიდი მადლობა. რამდენად ყიდი? აბა, რატო ჩამოხვიშე? ხო, მოგისთვის მაინტერესებს და აი ეს სახლი იყიდება? აბა, ფასი რო გითხრა დაახლოებით, მაინც რო ვიცოდეთ, ხო? ახლა აი რომის გადაიხარ? რამდენს გადავიხდი მე, რა ვიცი, რა ღირს. ეს ფელი ბაღი, აი ეს, აი უყურე. ეს აი კამდე გადის, ესეც მაგის ესია, მოუყურე. ეს ბოსები იყო მამა ჩემი საერთოდ ესე მოდის, აი ხედა ეს აგერ ტირს ხედა? ხო. ტირს აგერი ტყემალ, მე რა ტყემალ, ესე მოდის პროგრამ ბეგო. ხო, კაი დიდი ის არის რა, კაი დიდი ადგილია. გაბლარი მიწაც არის, თუ იმეს უნდა მიწის ფასი როგორ არის? ჩინი ახლა რო გითხრა დაბლა სოფელში, გითხრა $25. კერძო საკუთრებაში გადმოხდეს. მე და მაშინაც ცოცხალია. ამას კიდე ვიქთლის ეს აგერი ახლა გზაზე მოდის. ხო. ეს იმის იქ მიუზომეს 5 გექტარი ჩვენ აქ მოხდეს. დარჩენები ახლა არ მოდიოდა ხოლმე. ეს ახლა მოვიდა 1-5 წელი. სახლებში, აი მაგალითად ამ სახლში არავინ აღარ ამოდის უკვე დიდი ხანია. მე პატრონი არის საზღვარგარეთ წასული და უკვე ფიზიკურად ყურადღებას ვეღარ აქცევს. ამ სახლში ცხოვრობს. ეტყობა კიდევაც საქონელი ყავს, სოფლის მეურნეობას მისდევს. მოკლედ ძალიან მაგარი სოფელია და ძალიან კაი ადგილია. გამოვედით მანგლისიდან და მიუყვებით ალგეთის წყალსაცავის მიმართულებით, მეგობრებო და Google Maps-ზე ჩანს არმისული წყალსაცავამდე მარჯვენა მხარეს ჩასახვევი. დაახლოებით 3-4 კილომეტრის მოშორებით საკმაოდ დიდი შენობა არის შუა ტყეში, რომელსაც სახელი არ აქვს.
ძალიან გვაინტერესებს რა არის. ჩემი აზრით უნდა იყოს ახლა დაშენებული ეკლესია, რომლისთვისაც ჯერ სახელი არ მიუნიჭებიათ. ამიტომ ზუსტად რო გავიგოთ, ჩავიდეთ ახლა ამ ადგილზე და ვნახოთ რა აშენეს. ამოვედით, საკმაოდ მაღალზეა. ასეთი ძველი ნანგრევები არის ეკლესიის. არ ვიცი ეს რა ეკლესია იყო და რომელ საუკუნეში აშენებული, მაგრამ ნუ დღესდღეობით ეგერ ხედავთ რაც არის დარჩენილი ეკლესიისგან. ქვევით ამოვიარეთ ახლა. ნამდვილად ეკლესია არის ახლა დაშენებული. აქ არის კიდე მუშების საცხოვრებელი, რომლებიც აი ამ ეკლესიას აშენებდნენ. კი, ახლა დაშენებული ეკლესია, მაგრამ სახელი ჯერ არ აქვს. აქ ცხოვრობდნენ მუშები და ჩავიდეთ ახლა ჩვენ ქვევით. ნუ იმედია გზას გააკეთებენ, ძალიან ცუდი ამოსასვლელი გზა იყო, ძლივს ამოვედით. დიდი კულებია, აქ ალბათ სამხილდიანი მანქანები დადიან შეშაზე. ასეთი გზა არის. და ამოვედით ეკლესიაში. შეიძლება აქ ძველი ეკლესიის ფუძე იყო და იმაზე ალბათ ახალი ააშენეს. არც ეგ არის გამორიცხული, ნუ ზუსტად არ ვიცი მე. ყოველ შემთხვევაში Google Maps-ში არანაირი ინფორმაცია არ არის. შევიდეთ, ვნახოთ რა ხდება. არა, ახალი აშენებულია, ჯერ არაფერი არ არის. რომ შეიძლება აქ ძველი ეკლესია იყო და იმ ძველი ეკლესიის ფუძეზე ხო რაღაცა აღადგინეს ან ააშენეს ახალი. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს, წმინდა მარიამის სახელობის იქნება. ხატიდან გამომდინარე. ღვთისმშობლის, ხო. 1960 წელი რა? ვიღაცას დაუწერია 1960. 1960 წელს იყოს აქ მოსული რა, ალბათ და დაწერა რა. ხო, ალბათ და ააშენეს მერე ახალი. ო. აქ ძველი ეკლესია რო ყოფილიყო, სახელი ხო უნდა რქმეოდა რაღაცა და Google Maps-ზე რო არანაირი სახელი არ არის ამ ადგილის. არ არის არაფერი დასახელება რა. ხო განახლება უნდა ხომ? ძველი სახელი, ძველი ეკლესიის სახელი არ იქნებოდა? ვერ გაიგებ ერთი წუთი. ფაქტია რომ არის და სახელი არა. ხო. იმიტომ ამოვედი ზუსტად. კაი, ახალი ეკლესია აღმოვაჩინეთ. ეხლა სანთელი დავანთოთ და. ეს არის გზა, რომელიც ახლა დაშენებულ ეკლესიამდე მიდის. იმედი ამ გზას შეარემონტებენ, თორე აქ მანქანით ვერ ამოხვალ ჩვეულებრივი მანქანით. ხო. გააკეთებენ იმედია გზას. ამხელა ეკლესია აღადგინეს და გზასაც გააკეთებენ ალბათ.